მოკლედ დღეს იყო გასეირნება. სოფელში ჩამოვიყვანეთ ეს მანქანები. ნახეთ რა შეეძლოთ. ვიდეოში გამოჩნდება ყველა მანქანის შესაძლებლობა. დღეს კონკრეტულად იქნება პაჯეროზე საუბარი. მე მინდა გითხრათ, რომ ამ მანქანამ ისეთი რაღაცები გააკეთა, რასაც საერთოდ არ ველოდი, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში სხვა მანქანებთან შედარებით, აი ამასთან შედარებით დაბალია. ხო, მოკლედ შემდეგი ვინ არის? აპგრეიდი, აპგრეიდებულიც გატესტილი ყავდა, ამასაც ნახავთ. და ამას რაღაცა აპგრეიდი გაუკეთეთ, რაღაც ტესტი ჩავატარეთ და მოკლედ დაკმაყოფილი არ ვარ ამ აპგრეიდით რა. რაღაცების გადაკეთება ჭირდება. ეხლა ვაშრობ, იმიტომ რომ გავრეცხე, ელექტროობა ამას ამოვლებული აქვს სილიკონში და ამასაც ამოვლებული აქვს სილიკონში, ამას არაფერი არ აქვს ამოვლებული და ვნახავთ ისევ იმუშავებს თუ არა და არც იმას არ აქვს, როგორც ვიცი, ამოვლებული და ვნახავთ როგორ იმუშავებენ გაშრობის შემდეგ, იმიტომ რომ ამან უკვე დაიწყო რაღაც ცოტა გამოშტერებები, ეს ბოლომდე დააპგრეიდებული არ არის, იმიტომ რომ მარტო სავალი ნაწილი აქვს გაგძლიერებული და რა თქმა უნდა, სერო იქნება გასაძლიერებელი ან შესაძლებელი ან თენად ელექტროობა, იმიტომ რომ რავი, რაღაცა არ მომეწონა რა. რაც შეეხება პაჯეროში, ვერაფერს ვერ შევცვლი, გარდა იმისა, რომ დავასილიკონე და რავი, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი შედეგი დადო და ამ შედეგსაც აუცილებლად ნახავთ ვიდეოში. გავტესტოთ WPL-ი. როგორ გაივლის ამ გზაზე? საერთოდ არ უჭირს. საერთოდ. რო იცოდეთ, აქ ძალიან დიდი ტალახია, აი ამ ტერიტორიაზე ძალიან ცუდი ტალახია რა. დარეცხვის შემდეგ, რავი, ჩავრთე, ყველაფერი ჩვეულებრივად მოძრაობს, არაფერი არ უჭირს. პულტი აქ არის. მანქანასაც არაფერი არ უჭირს. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს სილიკონში ამოვლებული ელექტროობით არის და მაგიტო ალბათ გაცლო. ხო, ორიგინალები ჩემი რჩევა იქნება, რომ დიდხანს ნუატარებ დიდ წყალში. ყოველ შემთხვევაში ამას ელექტროობა აქვს აი აქ, წინ. აქ რაც გინდა დაასრულო, შეიძლება რაფერი მოუვიდეს, მაგრამ აქ ელემენტი აქ უდევს. ხო და აქ მოტორი აქ, ელექტრობაც აი აქ შიგნით წითელი კაბელი რო შედის, მან და აქ. ამიტომაც ჩემი რჩევა იქნება, რომ ეგ ელექტრობა მაინც სილიკონში ამოვავლოთ. ან თუ არ იცით, მითხარით და მე ამოგივლებთ ხოლმე, არც ეგ არის პრობლემა, ვისაც ჩვენგან ყავს ეს მანქანები წაყვანილი და ამორტიზაცია მაინტერესებდა კაკრას მეჩვენებინა. აი მე ვფიქრობ, რომ ამ ფასიანი მანქანებისთვის ეს ერთი ამორტიზაცია ნორმალურია. საბურავი არც ისე მაგარი აქვს. MN92-ზე უკეთესი ყოველ შემთხვევაში. აბა ერთი აქ ნახო, ცოტა დაბგოლება არის ამისთვის და როგორ გადაივლის. ამ მანქანას დაბგოლება თავის ზომასთან შედარებით არ ანაღლებს. აი, შვენიერი მანქანა. მე მინდა გითხრათ, რომ ამ Toyota-ს ფანი გავხდი. Toyota რა იყო და Pajero რა Toyota-იც. არა, ძალიან მაგარია. მე მაგრად მომწონს რა. რაღაცა ძველი ლოგინი ვიპოვე, ამოტრიალებული რაღაცის კასაშრობათ არის ასკარად. მოვიცადოთ. ხება ჯანი არის. მაყობ, იმიტომ ის ცურავს. აი ამაზე ცურავდა. მელა თუ კაი შემოძმო. ამედია მა. ჩქარა კი, კაცსა кайფოთ არის. ჩქარა არის. მელა მაინტერესებს რა. აი ორი მოლოდი აქვს. ნელზე ჯანი არ ყოფნის რა და ეს არ მომწონს რა. აი ჩქარზე რო ჩავთავ ეგრევე მოდის, ჯანზე მოდის ეგრევე. ბოლომდე მინდა რომ ავიყვანო რა. აი აქ გეხევა.
რა გწევს? კი არა, ცხვირს. კაი. სად გაჩერდა ბიჭო? ესე ვერავარ. აუ, დავლეწეთ ყველა სარკეები მოვაძრე. ერთი სარკე დამიკარგავს ეხა შევამჩნი. მოკლედ პულტის განხილვა. ეს ფარებია. ფარები ჩართო გამართა. ზოგადად ამ ფარებს არასდროს არ ხმარო, იმიტომ რომ არაფერი შემჭირდება, ერთი რაც არის ენერგიას აცლის. ეგრეთ წოდებული პაუერტნიკები აქვს. უკანაც აქვს, უკან შუქიც აქვს. აბა ამას თუ გამოვთავთ, უკან შუქი, არა, მაინც მუშაობს. კაი, ეს channel B არ ვიცი რა არის. channel B მგონი всё, channel B-ს რო დააჭერ, არანაირი ელექტროობა არ მუშაობს, გარდა წინ და უკან სვლისა რა. ანუ არც პაუერტნიკი მუშაობს, არც არაფერი. ელემენტები რო დაზოგო ალბათ მაგით. მოდი გზა ცოტა გავართულოთ, ამოვთხაროთ, გავაფუჭოთ. ცოტა წყალსაც დავამატებ, მე რომ უფრო რთული იყოს და ანუ ეხლა რასაც ვიდეოში ხედავთ, მე მგონია რომ სათამაშოსთვის ეს გზა ძალიან რთული უნდა იყოს რა. აქ უკვე ელემენტი დაგვიჯდა, უბრალოდ დამოვიწყდა რომ მე თქვა, იდეაში არ ვიცოდი რატო ვეღარ დადიოდა, ელემენტი დაჯდა და ძალა დაკარგა, ამიტომაც უკვე ვეღარ იარა ამანქანამ რა. რა თქმა უნდა, ელემენტი შევცვალეთ და ცოტა წყალი დავამატეთ ახალობას. არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ადგილი ყველა ავტომობილის ელემენტს კლავს. მაგრამ ანუ ელემენტები ბევრი ქონდა წამოღებული და რა თქმა უნდა შევცვალეთ და გადაღება გავაგრძელეთ. უბრალოდ აქ იყო ეს ელემენტები ისაც დამждარი და მაგითო რა. ხანი იყო ეს მანქანები ესე არ მოძრაობდნენ ესე თქვა და ელემენტები დამждარი იყო რა. აი ხანია ამ მოდელზე არაფერი გვისაუბრია MN82-ზე. აქ საერთოდ არაფერი არ გაზიარებული, გარდა საბურავები აყენია, უბრალოდ მაღალი ხარისხის ძალიან და ელექტროობა არის უბრალოდ დამოვლებული წყალში. აქ გავტესტეთ, მოკლედ იქნება ვიდეო აი ამ გზაზე ტალახი, რა ყველაფერი იყო საერთოდ. ნახოთ აბა რა შეუძლია ამ მოდელს. გაძლიერების გარეშე არ აუშავს რა. ეხა ისეთ ადგილებში დადის, რომ აი მგონია რომ რავი ეხა ამ მანქანის უკმაყოფილო არ უნდა იყოს ეს ადამიანი რა.
იმიტომ რომ ისეთ ადგილებში დადის მართლა რომ საერთოდ არ უნდა დადიოდეს აქ სათამაშო მანქანა. მით უმეტეს ანუ რასაც სათამაშო ქვია და არა ის რაღაც ჰობი და რაღაც 500-ები და 600 ლარები როდის. ნუ 500 ლარად უკვე ვეღარსად ვეღარ იყიდი, მაგრამ ნუ ღირს რა 1000-ები და უფრო ზევით. ფიქრობ რომ აი ეს მანქანა ამ ფასისთვის, აი ეხლა რაებსაც აკეთებს, საკმაოდ კარგია რა. ეხლა კიდე ვცდი. ხოთა შორის მინდა გაჩვენოთ პაჯეროს შესაძლებლობები. დღეს პაჯეროს ვიდეო იქნება იდეაში რა შეუძლია და როგორ დადის და უბრალოდ ცოტა ხანი გაშრეს დავასვენოთ, იმიტომ რომ ესე რასაც ქვია გადავახურეთ ის მანქანა, ვიდეოები აუცილებლად დაიდება, გაჩვენებთ როგორ გადავახურეთ და რა უქენით და რა ვიცი, ეს საკმაოდ კარგად დადის რა. აი ვიდეოში არ ეტყობა, მაგრამ აქ ძალიან ცუდი გადასასვლელია რა. აი პოლი დადო რასაც ქვია, მაგრამ აგრძელებს. ანუ აქ ეხა გაშრა რა, მაგრამ აქ იყო რამხელა ტალახი, იცით? აი რავი, ძალიან უჭირდათ მანქანებს სიარული. ან არ უჭირდათ, თქვენ შეაფასეთ მოკლედ, ვის უჭირდა და ვის არ უჭირდა. ეს ადგილი არის, აი რაღაცა საშინელება, აქ თითქოს ყველა მანქანა გაიჭირდა. აბა ნახოთ, როგორ გაივლის. არა, შვენივად გაიარა. მე რო წარმოვიდგინოთ რომ ხოლმე ტალახია. შვენიერი შედეგია. მაგრამ ხოთა შორის კიდე გაშრა აქ რა, თორე უფრო დიდი იყო. აი აქ იყო იმხელა ტალახი რომ მანქანები ბამპერით ჩადიოდნენ. აი შედეგია. ანუ ეხლა აქ აი იტყვით რომ ამ გასასვლელშიო კიო ყველა გაივლისო, მაგრამ მოდი ცოტა ისეთ ადგილას გავტესტოთ, სადაც მაგას ვერავინ ვერ იტყვის. აი მაგალითად აი ამ აღმართზე თუ გადავა. ოხ ბიჭო, ხიჩი. აი რა, ეხა იქ თუ ავიდა, სადღაც აქ თუ აი მიდი ხო რა. მე ვიცი რომ მაგარი მოდელი ხარ, მიდი. ბევრს კი არ მოწონხარ, იმიტომ რომ ჩინელი ხარ, გეუნებიან, მაგრამ მე მჯერა შენი. აი. ნახე რა. შვენივრად ავიდა რა. შვენივრად დადის. ანუ მაგარია, აი ძალიან. ანუ პროსტა ამაზე როგორ უნდა თქვა რომ არ ვარ გაო ბიჭო, როგორ უნდა თქვა? არა, გავასწორეთ. ერთი რაც არ მოწონს ის არის მოხოვის კუთხე რა, ანუ არ ყოფნის დიდი მოხოვა ჭირდება რომ მოსახლეში შევიდეს რა. ერთი ეგ არ მოწონს ყველაზე მეტად. აი რავი, ხა ერთი ხელით უმართავთ, ან ერთი ხელით ვიღებ ვიდეოს, ცოტა რთულია ეგრე, იმიტომ რომ მე არ ვარ მაგას მიჩვეული. არა ვცდილობ რა. აი აქ ხა რამდენად ეტყობა ეს დაბრკოლება არ ვიცი, მაგრამ ამ მანქანისთვის საკმაოდ რთული უნდა იყოს. გაითვალისწინოთ არაფერი არ არის გაძლიერებული, ანუ საერთოდ არაფერი არ არის გაძლიერებული, მარტო საბურავები და თუ გგონიათ რომ ეხლა აქ ეს საბურავები რამეს ცვლის, მინდა გითხრათ თუ ცდებით რა. არაფერს არ ცვლის. იმიტომ რომ სავალი ნაწილი არ აქვს გაძლიერებული ამ მანქანას რა. მოდი. არა, შვენიერი შედეგია რა, აი მართლა შვენიერი შედეგია. აი აქ ცოტა ცუდი აღმართია, აი აქ ბევრ მანქანას გაუჭირდა. აბა ვნახოთ როგორ ამოვა. არა,
რავი, მე მგონია რომ ძალიან მაგარია. თან გაითვალისწინეთ რომ ამის თავის ორიგინალ საბურავებზე ცოტა უფრო მაღალია და ანუ უკეთესად დგას რა და ეხა ამას ცოტა აგრეთ წოდებული პასატკა უფრო დაბლა აქვს რა და ორიგინალ საბურავებზე უფრო მაღალია. ხოლმე მე მინდოდა რომ გამეტესტა ეს საბურავები ოდესღაც რაღაც მანქანაზე ხომ უნდა დამეყენებინა. ნორმალურია რა. ერთი მთლიანი წრე გავატაროთ ამ გზაზე. მოდი. აი ეხა უკვე ძირიდადო რა. თუ გამოვიდა აქედან მართლა ვაღიარებ ამ მანქანას. ძირი აქ დადებული. ძირი აქ დადებული. ხუიერი ზოგადად ამ მანქანების სისუსტეა, ხუიერი ადგილი. ხო, არის თქვი კიდევაც რა, არის მოხდა. არა, ნახე იქ ჩამოდებული აქვს და მოგიტო. აი. მაგრამ სისუსტე არ არის, ძმაო. არ არის ეს ამის სისუსტე. დავაი, მედი. აბა რა. ვაფშე არ არის ამის სისუსტე. მოდი, აბა აქ ცალო. ანუ რაც არ უნდა ელიტები გააკეთო, მაინც ყველგან დადის რა. აი აქ ხა უკვე იატაკი რა პოლიდატო რა. მაინც გამო, აქ შანსი არ არის. რაითია ყველაფერი. მიდი, გადი. არა ხადა ვხერითაც ვერ ვხმარებ. გამოივსო იმენ ქვევიდან. აი, მე მომიწონე შენი შედეგები. მინდა გითხრა რომ კაი მანქანა ხარ ძალიან.